სეზონი განახლდა, ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ტურისტული სეზონი კვლავ ძვინვარებს და ვხედავთ, ახლა რამდენი ადამიანია ძალიან ცხელა მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დასრულდა. მე უკვე ვხედავ ჩემს დღევანდელ რესპონდენტს, საოცრად ნიჭიერი ქეთი ფარესაშვილი იქნება ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. სალამი, გამარჯობა. ყავა მოგიტანე ბათუმური. ბათუმური, აუცილებლად. ბათუმში ბათუმური. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გითხრათ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ყავის ფესტივალზე საოცარი მუხტი შექმნა. არ ვიცი ადამიანები მოდიოდნენ და მადლობას მიხდიდნენ. ვაიმე, დიდასფიცა. ძალიან ლამაზი გარემო მოაწყვეთ თქვენ და ისეთი შეგვიქმენით, რომ დავიხარჯით ბოლომდე მე და ჩემი ბენდი. მხოლოდ ვიზუალი ხო არ არის, აი ეს მუხტი და ენერგეტიკა და ეს ცეცხლი, რაც დაატრიალეს სცენაზე. ყველა ბავშვობაში გადავარდა. მოკლედ ძალიან მაგარი იყო და მინდა რომ ხშირად ჩამოხვიდეთ ჩვენს ქალაქში. ხო, მეც მინდა და ამიტომ მოგვიწვიეთ ხშირად და ჩვენც ჩამოვალთ. დიდი ხანი არ ჩანთ, ხო, რაღაცა პერიოდ ვიყავი. სუმღეროდ. კი, სულ ძალიან ბევრს კლუბებში, ბარებში, რესტორნებშიც და მათ საკონცერტო ისინიც ქონდა ხოლმე დარბაზებშიც და მე ყოველთვის აქტიურად ვიყავი. უბრალოდ აი ბრაზილიას დაუკავშირდი 1-3 წელია და შეიძლება ეგ არის. ბრაზილიელებთან დავამყარე, ესე იგი კოლაბორაცია, ლაივ კონტაქტია და მაგათი ემბრა შოუს თანამშრომელი გამხადეს, ესე იგი მაგათი მუსიკალური სააგენტო არის და უკვე ვართ თანამშრომელი, ვარ უბედნიერესი ამითი. 3 ფესტივალი გავაკეთეთ ბრაზილიაშიც ვიყავით პლუს მე მათთან ერთად ჯაზ კლუბებშიც ვიმღერე, კონცერტებზეც გამოდი, მე პორტუგალიაშიც ვიყავი და აი ესეც მოქმედებს რა ენერგეტიკაზე, რაღაცა ბრაზილიური ენერგეტიკა აქ გამომატანეს რა. ხო და აი ეს ბრაზილია ეხა ხო არ შემოსულა შენს ცხოვრებაში, ეს რაღაცა 20 წლის წინ სამბას რომ მღეროდი ქართულ ენაზე, იქედან იწყება ყველაფერი და 20 და 25 მეტი კიდე. აი რანაირად მე ძალიან მიყვარს აი ზოგადად სამხრეთული და ურთულესი სხვათა შორის ეს ბოსანოვა ბრაზილიური მუსიკა ძალიან რთული. მე მაქვს მუსიკალური სმენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესე ერთი მოსმენით ვერ გავიმეორებ. სერიოზული მუსიკალური სმენაა ხო საჭირო იმისთვის რომ შეასრულო. კი სმენა და ალბათ გული განწყობა და ყველაზე ესეთი რთული ჟანრია, ანუ ჯაზთან გაზავებული, დამატებული ბრაზილია და ასე ვთქვათ, ყველაზე ისეთი ინტელექტუალურ და რთულ ჟანრად ითვლება მსოფლიოში და მიყვარს ეს სიმცულეები და გამოწვევები და თვითონ სამბამ გამოვდის. ცდილობდა სამბამ დამიძახა, თავად დამიძახა და აი ესე მოხდა. აი ჯერ ერთი ჩემმა მეგობარმა ბავშვობის, რომელიც არ არის გარდაცვლილი და ჩვენთან არის დათო ლოლაძე, ყოველთვის ვახსენებ მას, გააკეთა ჯაზ კლუბი. ეს უკვე სკოლის პერიოდის, სკოლას რო ვამთავრებდით, მაშინ შემომთავაზა თბილისში და მოდიო სამბებს ხომ არ იმღერებო, შენო მოგიხდებაო და ძალიან დაემთხვა რა ეს მისი სიტყვა და გასკი მან დამინახა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მიცნობდა და გააკეთა ჯაზ კლუბი, აჭარის ჯაზ კლუბი არსებობდა თბილისში და აი ასე დაიწყო ჩემი სამბასთან, მართლა ასე დაიწყო სამბა. მე ზაძახუციშვილს ეთყობა ეს ტექსტი უთხარი და მან ჩადო სიმღერაში ტექსტად. ასე დაიწყო სამბა და სამბა ასე გრძელდება. 90-იანები იყო ხო? კი, 2001 წელი იყო ეგ სიმღერა რო გამოვიდა. მაშინ მოვიდა ხო ეს პოპულარობა? მაგ სიმღერამ მოიტანა. მაგ სიმღერამ უფრო ფართოდ მოიტანა. მანამდე ჯაზ კლუბმა თბილისში და აი მაგ სიმღერამ უფრო საქართველოც მოიცვა. და აი როგორი შეგრძნება იყო ეს ყველაფერი. ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ქართულად გადაითარგმნა სამბა და საოცარი სიმღერაა ეს, რაც ჰიმნი არის ბრაზილიაში. ყოველი ბრაზილიელი მღერის ამ now deixa o samba morrer, ანუ არ დაუშვათ რომ სამბა მოკვდესო რა, სამბის ხოტბა არის სულ და ჩვენ ასე ვთარგმნეთ სხვანაირად ცოტა, მაგრამ მე სული დევს. ძალიან ლამაზი იყავი პირველ რიგში, ხო საოცარი
გოგო ხარ, ზოგადად რაღაცა ძალიან ნათელი და ლამაზი ადამიანი ხარ და რაიმე, აი ეს თან ნიჭი, თან სილამაზე და თან პოპულარობა, ეს ყველაფერი ერთად კაი იყო თუ არა? ძალიან კარგი იყო, დიდი მადლობა ამისთვის, ასეთი ულამაზესი ადამიანი და ქალბატონი რომელს გეტყვის. 2001 წელი იყო, ესე იგი მართლა საოცრება იყო, იმიტომ რომ ვერ აღვიქვავდი როგორ შეიძლება იყოს გადმოთარგმნილი ქართული სამბა დგას ხოთაშორის ზაზახუძიშმა მამუკა ხლონტმა. ეს პროექტი გააკეთეს, ას ნოსტალგია რომ დაარღვეს და აი ძალიან კარგად გამოვიდა. თავიდან მე ესე ნერვიულობდი რომ ახლა ქართული თარგმანი ეს ბაზარ ტექსტს როგორ მოუხდება, მაგრამ ჩაჯდა და შემდეგ ხალხმაც რომ მოიწონა, თავარი მაინც ხო ხალხია. და ნუ მუსიკოსები, რომლებიც არიან პროფესიონალების, ყველამ რომ მოიწონა ყოველთაოდ რო აი დაწეს Sedaico samba samba segdeleva Marze dilam de samba samba dilam de samba Sedaico samba samba segdeleva Marze dilam de samba samba dilam de samba რას თავარია ეხლა უკვე ბრაზილიელებსაც რომ მოვასმენინე, ისე ჩამაწერინეს ეს ტექსტი და მოეწონათ და ნუ იქ რო ჩავდივარ პორტუგალიაში, ბრაზილიაში, მამღერებენ ამას ქართულად. საერთო არის რამე ქართულ ფოლკლორსა და ფოლკლორი უფრო რიტმიკა, ალბათ ეს ქართული ცეკვებით, ეს რიტმი რო ცეცხლოვანია, ნუ უფრო ჯაზთან არის ახლოს, მაგრამ აი ენერგეტიკით და აი თვითონ ცეცხლით ძალიან გავს ქართულს რა და ამიტომ საჭიროა საქართველოში მეტი ბრაზილია, რომ ერთმანეთთან ეს გაეზაოს და ეს რიტმიკა, ენერგეტიკა ძალიან შერწყმულად უხდება ერთმანეთს. რითმის და ამ ცეცხლოვანი ენერგეტიკის გარეშე ვერ იქნება ისეთი როგორც უნდა იყოს და სულ შეიძლება იყო ამ ხასიათზე სცენაზე, ანუ სულ ხარ ხოლმე ამ ხასიათზე. არა, სულ არა ვარ, მაგრამ ხშირად ვარ. ფესტივალზე ძალიან იყავი. კი, იმიტომ რომ ხალხიდან მოდიოდა ენერგეტიკა. როგორი ენერგეტიკასაც გიგზავნიან და ეს ხო ენერგიის ცვლა არის რა, შე რო გაცემ, უნდა მიიღო იქიდან და ტრიალებს ესე რგვალად ბურთივით რა და ისინი გაძლევენ, შენ აძლევ ერთმანეთს უცვლით და გაცემა მიღების ბალანსი. დიახ. პირველად იმათგან მოდის თუ შენ უნდა გასცე, ანუ ალბათ შენ უნდა გასცე და იმათ უნდა გქონდეთ მიმღებლობა. როგორც ცხოვრებაში, ხო? რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვითხრა შოტამ, რომ აი რასაც გასცემ, იმას იღებ. რასაც გასცემ, იმას იღებ. ხალხის სიყვარულს, თუ ხალხის სიყვარულს შენ გაცემ, ის ხალხის სიყვარულს შენ იღებ. რატო კითხე იცი პოპულარობაზე? სადღაც შემხვდა რაღაც ძველი ინტერვიუ შენი 1-2 წლის და იქ თქვი რომ ტვირთია ერთგვარიო რა და ტვირთია და კომპენსირება გჭირდება. ხო, აი ეს საინტერესოა, ეზოთერიკაში გადადის უკვე ეს თემა. კი, შენც გიყვარს ეზოთერიკა, როგორც ხო, მაგრამ აი მიკრძალავენო ეზოთერიკაზე საუბარს, მაგრამ ჩვენ ვისაუბროთ, ამათი აკრძალვებით. აი, სანამ ეზოთერიკაზე გადავალ. კაი, არ გვინდა ბრაზილიაში იყავით და არა, ეზოთერიკა ყველაფერია. ეხლა რომ ვდგავართ ეს და ბრაზილურ ყავას შორის რა განსხვავება ეს და всё. შენ ხარ ნათელი ელჩი? ხო, რაღაც საქართველოსა და ბრაზილიას შორის. ნუ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ძალიან მინდა რომ ესე იყოს. უშვებ იმას, რომ შესაძლოა წინა ცხოვრებაში ბრაზილიელი. რა თქმა უნდა. მაგათ დაწერეს ჩემზე სტატია, რომ ქართველი ბრაზილიური სულითო. და ბრაზილიელი ხარო მეუნებიან. მე საერთოდ ეხა მიმაჩნია, რომ აი მთელი მსოფლიო რაღაც ერთმანეთთან კავშირში ვარ. ვინ საიდან არის ეხა კაცმა არიცის. ხო და ამიტომ მე დედამიწის განცდა სულ მაქვს, რომ აი ყველა ეროვნება თავისებურად ძალიან კარგია ჩემთვის. საქართველო მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი სადაც დავიბადე, საქართველოში დავიბადე, მაგრამ საერთოდ დედამიწა მიყვარს რა, ანუ დედამიწაზეა ეს საქართველოც და დედამიწა თუ არ გიყვარს. ერთი პატარა კუთხე როგორ გიყვარს? ერთი პლანეტა ვართ. ხო, საერთოდ ერთ პლანეტაზე ცხოვრობ და ჩვენი ილონი რო გაგვიშვებს მარსზე. მაგაზე ეს ლაიტმანი რო არის, არ ვიცი, თუ არა ლაიტმანი
ქვეყანი ამბობს ხოლმე რომ შანსი არ გვაქვსო ჩვენო მარსზე გაფრენ ისე სანამ აქ არ დავლაგდებითო ამ პლანეტაზე. მაგაში ვეთანხმები. ომებს არ დავასრულოთ ჩვენო აქ იმიტომ ვართ შემოყრილი ყველა რომ აქ დავლაგდეთ და აქ განვითარდეთო და იქო რა უნდა ვქნათო ახალი ომების კერა შევქნათო მარსზეო. ხო და მე მაინც დაუბრუნდები ენერგიის კომპენსირებას. ძალიან საინტერესო თემაა და ჩემს მაყურებლებს ეს თემები აინტერესებს. თავიდან თითქოს სკეპტიკურად, მაგრამ მე სადღაც ყველა საინტერესებს შინაგანად დაგცინებენ, უარყოფენ, მაგრამ მაინც გეტმასნება ყველა და ყველას უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის პროცესი უკვე ჩაშვებულია. ერთი ადამიანიც თუ არის, ესე იგი, უკვე ეს ვიბრაცია არსებობს და ეს მოედება რა. ბოლო გადაცემა ჩემი სხვათა შორის ჰეითის ქარცეცხლში მოყვა. თუმცა 10% იყო ის ჰეითი 100-დან. უფრო ნაკლებიც მე მგონი 5. ხო რა. მაგრამ იცი რა მინდა ვთქვა, ეს ჰეითი და დაწერა, ანუ ცოცხლებში, ხო? მაგას წერს ის 10%-ია თუ რამდენი, ну ნაკლები პროცენტი წერს და ბევრი ვინც ეგრე არ ფიქრობს, ის არ წერს არავის. საერთოდ არაფერს არ წერს. უბრალოდ შუმათ არის და უფრო ცოტანი წერენ, ამიტომ ჩანს, თორე. ცხოვრებაში ვინმესთვის დაგიწერია ნეგატიური კომენტარი, რაც არ უნდა არის შენი შესაძლთან თანხმედრაში, რაც არ უნდა არ მოგწონდეს. არა, არ არსებობს, ჯერდი არც ვკითხულობ. ну პოლიტიკა ძალიან მაინტერესებს, ვკითხულობ და ვცდილობ რომ პოზიტიურად დაწერო, მაგრამ იქ მაინც იღებ იმ რაღაც აგრესიებს და ნეგატივებს. ჯერდი გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი. გაიგე ვინ-ვინა. გავიგე ვინ-ვინა და მათთან მიმართებაში უკვე შენ თავსაც იგებ ვინ ხარ და რა უნდა გააკეთო. რაც უფრო ნაკლებად იწვევს ალბათ ემოციას სხვა ადამიანის ნეგატივის შენში, მით უფრო ახლოს ხარ განვითარებასთან. ხო? კი. უნდა დადგე ასე ვთქვათ სხვა საფეხურზე, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე. მარტივი არ არის, მაგრამ იმდენად მარტივია, რომ ამის დაჯერებაა ძნელი, რომ ესეთი მარტივია. ცნობილობა როგორ უნდა დააბალანსო? ცნობილობის ტვირთზე მაქვს საუბარი. ხო, აი ცნობილობის ტვირთი არის ის, რომ აი შენ ყველა რასაც იტყვის, შენ იმას ვერ იტყვი. შენ მეტი თვალი გიყურებს, მეტი მოგეთხოვება, ხა თავისუფლად რო ვიყავე პატარა, უფრო ფანაირად ვიყავი, ლაღად და მერე უკვე დაგაკომპლექსებს, რომ აიმე ის რაღაცა იქ რას იტყვი, იქ რას ყველაფერს ესე მოგიტრიალ, როგორც უნდათ ისე მოგიტრიალებენ. კი, მქონდა და მე იმიტომ ჩავიმალე ცოტა ჭრილში, რომ თავისუფლებას მაკარგვინებდა. ძალიან მიყვარს თავისუფლება და მირჩევნია ნაკლებად ცნობილი ვიყო და ძალიან პოპულარული არ ვიყო და თავისუფლება მეტი მქონდეს თქო რა. ხო. იმიტომ რომ რაღაცა ხარკსი ხდი რა, აი ხარკივით არის. მართლა, ხო. მე ესე აღვიქავ, რომ ხო, მაგრამ ეს შემოსავლებიც რო პოპულარობას მოაქვს, რაც უფრო პოპულარული ხარ. აი მანდ გავიჭერე. მით უფრო მოთხოვნადი ხარ. ხო. არ და შენნაირი ნიჭიერი. რაღაცა მგონია რომ უფრო ყველგან შენ უნდა იყო, მაგრამ ამას ხო უნდა ენერგია. ენერგია მეყოფა. თავარია და სიყვარულის კი გეყოფა, მაგრამ ის ჰეითები. აი ეხლა რა ვქენი, იცი, მე მგონი უკვე საერთოდ აღარ მაინტერესებს. იმიტომ რომ მეტი არის სიყვარული. აი მან გადავთვალე ერთი კაი ქალი მყავს მეგობარი ფსიქოლოგია და რაღაცაზე დავჯექით და ვწუწუნებდი რომ აი ესე მეთქი აუ ეს რაღაც ცუდ რაღაცებს ვყავ და მოიცა ხა შენ გაჩერდიო მეუნება აბა ერთი მითხარიო სიყვარული რამდენი გაქო ამოვთვალე და სიყვარული იმდენი იყო და ეს ჰეითერები ძალიან ცოტა აღმოჩნდა და ძალიან ცოტა არიან. უი, აბა მაგაზი რატო იმაზე ძალიან აქტიურობი არიან და ჩანან. დათათოჭკიაში არის ეგ ფრაზა, ქვეყანასო ჩუმი სიკეთე მართავსო, მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობსო, რომ ადამიანს გონია, რომ იმის გარდა არაფერი არ ხდებაო და მართლა ესეა. რო არ მართავდეს ეხა სიკეთე ამ ქვეყანას, ხო? საერთოდ ჩვენ კაცობრიობა უკვე არ ვიარსებობდით. აბსოლუტურად გეთანხმები. ვიარე კურსებზე, ფსიქოლოგიის კურსები, ჰელინგერი, სიმორონი, ზელანდი, ვადიმ ზელანდი თარგმნე 6 ტომი და ამასობაში კი 2013-ში თარგმნი, მაგრამ არ გამომიცია. ეგ ისეთი ინტელექტუალური შრომაა და ეხლა ჩემთავს კარგად კი არ მოვეკეცი, რომ ეს უნდა გამომეცა. ესე თურქული წიგნი რა, მარტო თარგმნე. მარტო თარგმნე წელწადნახევარი თარგმნიდი. რატომ მოგინდა? ჩემი ეს ფსიქოლოგი ვინც მყავს მეგობარი, ახლობელი, მაგან ჩაუგდო ჩემ მეუღლეს ეგ წიგნი, რომ წაიკითხეო და მე გადმოუტვირთე და რო დავხედე ეს რა წიგნია თქო და წავიკითხე და მე იმას ვკითხე რომ აი
შეიძლება კიო თარგმნეო რატო არ შეიძლებაო და თან ამ თარგმნაში რა მაგრად გაიაზრებ? ხო და ჩემთვის უკვე რა იყო იცი აი შედეგი უკვე აღარ იყო იტო პროცესმა გამიტაცა რა და აი რა იქნებოდა იმის შედეგი უკვე აღარ მაინტერესებდა მე კიდე რაღაც ფსიქოლოგიური წიგნი ვთარგმნე act like a woman and think like a man ანუ იფიქრე კაცივით იაზროვნე კაცივით იმოქმედე ქალივით ხო და ძალიან ეგ არის სტივი ჰარვის წიგნი კომიკოსი რო არის ამერიკელი მეგა პოპულარული ლუის ჰეი არის ძალიან კარგი მაგის წიგნი მაქვს კიდე აქედან მოდის ყველა ორგანოს ტკივილი კიბოც ყველაფერი ნუ რა ძალიან საინტერესო ვერსიები არა ლაზარევია ეგეთ სხვათა შორის ლაზარევს აქვს აი ეს დაავადებების მიზეზები ადრე ლაზარევის წიგნები იყო 1-20-30 კი მე წაკითხული მაქვს ლაზარევის დრამოდენიმე მას აქვს ეგეთი რომ აი თირკმლის პრობლემა ვისაც აქვს ზოგადად ხო რა არის ბოღმისგან ანუ ვერ დაცლა მიზეზი რა და კიბო წყენების დაავადებაა და ნუ არ ვიცი ექიმი მყავს მეუღლე და თავს ეკავებ ხოლმე მაგრამ კიბო არისო ვირუსი და შეგიძლია ისე სწრაფად განდევნო როგორც სწრაფად მოდის ახლა მე მარტივად ვლაპარაკობ მესმის რომ ეს არ ჩანს ესე მარტივი და ღმერთმა დაგვიფაროს ყველა მაგრამ ნუ აი ლუის ჰეი და ესეთი დიდი ადამიანები მაგალითად მაგ ლუის ჰეიმ ამ ქალბატონმა განიკურნა თავის თავი აი ამ პოზიტივები აი ამ ადამიანს აქვს ყველა დაავადებაზე რა ფრაზა უნდა თქვა რა ფიქრები უნდა გქონდეს და საიდან მოდის? ხო და გადავშლი ხოლმე წავიკითხავ, აი კისერი მტკივა? წავიკითხავ, იმას ვლაპარაკობ, გამივლის ხოლმე. ლოცვა ჩემზე არ არის რა. აი ლოცვების ძალა ზუსტად ეგ არის. ეგ დევს ლოცვებში, რომ სიტყვის ძალა რა. ოღონდ შენ უნდა გრჯეროდეს ამ სიტყვების. თუმცა ესე რომ დადგები და ილაპარაკებ დააპროგრამებ. ადამიანები, რომლებიც ახლა რაღაც კრიზისულ პერიოდს განიცდიან და ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ესეთი ადამიანია, სხვათა შორის შენ რას ეტყოდი და შენი მეთოდიკა რა არის და შენ ყველას გქონია, შენ როგორ დაძლე და როგორ ამოხვედი. მე ხავის რა უნდა ურჩიო, უბრალოდ რეალობას ნამდვილად ვიცი რომ ჩვენ ვქნით. ეხლა რამდენჯერაც მეტად ვიტყვით რომ აი რა ცუდია, აი რა ცუდი ქვეყანა, აი ყველაფერი ცუდია, აი ის ცუდია და მართლა ხდება ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ნეგატივში. სამყარო ეგეთი არისო, რომ კი შენ შემოგევლე, კი რასაც იტყვიო, იმაზე გეთახმა შენ როგორც გინდა. აი ეს უჭირავს და ის ეხა ცუდი და კარგიო და არა არ ესმის ამ სამყაროს და ამიტომ შენ როგორც დააპროგრამებ. აი კონცეფციას ვიძახი, რომ აი ყველაფერი ცუდი შეიძლება კარგად მიიტრიალო. ხომ მე დედაც დავკარგე, მამაც არც ერთი არ მყავს და მაგრამ აი სულ ველაპარაკები ხოლმე და რაღაცას რო ვთხოვ, რომ აი მიშველეთ, იმ წუთში რაღაცა ნიშანი არის ხოლმე რა. მართლა მშველიან. ალბათ მაგ არ შეეძლოთ ამოწურეს დედამიწაზე თავისი მისია, სულიერი განვითარება და წავიდნენ იქიდან და იქიდან არიან წავიდა სული სიმშვიდეში. ხო, ასე რომ ქრისტიანულად მე იქითა ცხოვრებას ვაღიარებ ჯერა და სხვანგანზომილებაა და რაღაცა შეიძლება სხვა პლანეტაზეც მიდიან და რა ვიცით რა. რა ვიცით რა ხდება, საერთოდ არაფერი არ ვიცით. არაფერი არ ვიცით. ხო, მაგრამ ჩვენ ხო წარმოგვიდგენია რა ყოფაში ცხოვრობთ, ისეთი ყოფა და შეიძლება ეგ სულ სხვა მდგომარეობაა და სულ სხვა სტილია ცხოვრების. რომელი? ანუ შენ აქ გონებით დადგები შეჭა, დალევ რა სიზა. სადაც წახვალ რა ვიცი. დალევას ახსენებ. დედა იქ აი დალევა ნახე არის. დალევა, ხო, დალევაზე ახლა ხმას არ ამოვიღებ, იმიტომ რომ სრულიად ჩავიქოლები და სუჰეითერები გამეჩიტება. ნუ მე არ მომწონს დალევა საერთოდ. იწამლებიან და ვერ ხვდებიან. ეგ ზელანდს აქვს რა მაგრად ახსნილი? ანუ ერთი დღის შენ ზელანდი იცი რა გოგოა? ერთი დღის ალკოჰოლის მიღება არის მერე აი ბანკის ვალი როა იყო ძალიან დიდი პროცენტი დაახლოებით. რა კაი რაღაცა თქვი ახლა ხო? ესე იგი ეს არის როგორც ხო, ვალს რო აიღებ და ის გაქვს პროცენტებით. იმ მომენტში და ეგ ყველაფერი გუშინ ახლა შენ არ მიყურე კონცერტზე? როგორ არ გიყურე? ეს კიდე აი გრძენი. უფრო ვიდრე გიყურე. ეგ კიდე არ იყო ისეთი, რაც მე დამმართვნია კონცერტებზე, სიყვარულში ვარ და ის რო გათრობს, მაგას ვერც სასმელი გაგიკეთებს, ვერაფერი, ვერც ნარკოტიკი და ვერაფერი. ეს თან
გაძლიერებს, აი სულიერად ენერგეტიკულად გაძლიერებს და რაც თორია გაჯამრთელებს უფრო რა. და ის იკლავს ჯანმრთელობას. კაცობრიობს უჭირს, რომ ახალი ერა დაიწყო და ახალ გაზომელებაში გადავიდა დედამიწა. მე ეს ვიგრძენი 2020-ში, 22 დეკემბერი იყო, მაშინ ველოდებოდით ეს ვინც ამ იმაში ვართ, სულიერ განვითარების სწავლებებში ვართ. როგორ უნდა აყვე ამ ახალ ვიბრაციას? პირველ რიგში საკუთარ თავზე მუშაობდი და მე შენ რომ მუშაობ, შენს ირგვლივაც ადამიანები იწყებენ მუშაობას თავზე. გაცემ ენერგიას, ხომ ეს კამათებიან, მეჩხუბებიან, ხომ იწყებენ აგრესიას და მე რომ ვაკვირდები, აი მოსწონთ ჩემთან საუბარი. ბევრს გავუკეთებია ეგ რომ თვითონ იმეორებენ მე მაგ სიტყვებს, რაზეც თვითონ მეკამათებოდნენ. კი, ისეთია. ცნობილი მომენტი. ჩავიცინებ ხოლმე. შენივე სიტყვებს გიბრუნებენ, ხო? კი, აი როგორც მე ზელანდიის ენერგია მოვიდა ჩემთან ვიგრძენი, თავიდან ძალიან ისეთ იმაში ჩავარდი. ის დამემართა რა, აი საწინააღმდეგო რაღაცეები, აი ვერ აღწერ ადამიანთა მერე რომ ნახე ეს ყველაფერი მართლა მუშაობს. აი მაგალითად ბრაზილიის ფესტივალი, აი ნახე ეს მომღერალი, ნახე ეს ბენდი, ჩემი ხუჭუჭა ბიჭი აქ უნდა მყავდეს მეთქი და ეს რო ვთქვი, სადღაც თებერვალში, იგი აგვისტოში აქ იყო. და ის არის ჩემი ახლა ყველაზე ერთად ჩავწერეთ სიმღერა. გამოიძახე, ხო? ხო. ბედნიერი ხარ? კი, ბედნიერი ვარ, მაგრამ ნუ რაღაცეები პრობლემები და ისეთი რაღაცეები მეც მაქვს. აი რა არის ახლა პრობლემა? მაგალითად, შენ შემთხვევაში რა უნდა იყოს? ნუ რაღაც უფრო ალბათ მიწიერი? მიწიერი, ხო, მიჩითავენ, მიძრობენ. არ მინდობენ. მეორე მხარე მაქვს ძალიან წარე რა. მაგალითად, ძალიან რომ გაბრაზდები, ვერძი ყოფილა აი ეგეთი ტიპი და ეგეთი ვარ მართლა რა, გააბრაზება, გაცეცხლება, ვიცი, მაგრამ მალე იფუში. თუ გედევირიე, ხო? კი. აი რა შეუძლია მაგალითად გადარეულ ქეთის რო ქნას. ყველაფერი, მაგრამ ნუ ეგ ხდება იშვიათად. აი რაზე შეიძლება რომ გადაირიე? ნუ ღალატი უსამართლო მოპყრობა და არ დაფასება, არა პატივის ცემა. აი, გააქვს ეგეთი кейსები? როგორ არა? ანუ საქმეში თუ საქმეშიც და პირად ურთიერთობებშიც და მეგობრულ ურთიერთობებში. მეგობრულ ნათესაური. სხვათა შორის ძალიან კაი მეთოდი ვიცი მაგ ყველაფერს. აბა მასწავლე. ეს საჯარო. ეს იმუნიტეტი უნდა გამოიმუშაო. ხო და მე მგონი მან უკვე მაგზას ადგა. მან გადავდივარ. ანუ შენ თავს უნდა მიეხმარო შენ ღმერთი უნდა იპოვო შენ თავში უფალი იესო შენ თავში უნდა გაპო შენ იზრდები რა როცა პრობლემები ხდება ესე იგი შენ იზრდები აი მაგას მივხვდი ხო და რაღაცა მე მეშლება რაღაცა მე მაგ არასწორი დამოკიდებულება ჩემ თავთან და იმას მიხმოვანებს სამყარო სარკეები არიან ხო ეხლა მე შენი სარკე ვარ და შენც ჩემი სარკე ხარ რაღაც კუთხით ტყუილად ხო არ ხვდებით ადამიანები არა აი ეს შინაგანი სიმშვიდე რაზეც ყველა ადამიანი ალბათ საბოლოო ჯამში სწორედ ამაზე ოცნებობს, რომ აი შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია მოიპოვოს. შენ შემთხვევაში აი რა გიბალანსებს ამ შეგრძნებას? იცი რა, მე ბავშვობიდან ვიყავი მაშინ ძალიან ჭკვიანი. აი სულ მქონდა ჩემი სამყარო, სულ მშვიდად ვიყავ. არაფერზე არ მეშლებოდა ნერვები. რაც გავიდა დრო, უკვე და რაც მეტად შევერწყი ამ სოციუმს, სხვა ადამიანს. უკვე ეგენი გახვევენ თავზე, რომ უნდა იყო მაგათნაირი. აი, როგორი უნდა და ყოფილიყავი საზოგადოება? აი, როგორც ყველა. აი ესეთი რა, კოლექტიური აზროვნება, კოლექტიური ტერმინები. არა ინდივიდი. ინდივიდის თემას გიკლავენ. დიდი დრო წაიღო ამ ყველაფერმა? იცი, ესე წლებს ვერ ვიტყო, ეტაპობრივად ხდებოდა. მე მგონი ეს გამოცდილებაც უნდა მიმეხო. რომ გამეგო, ეხლა ზამაგიოთ ვიცი მე. ვინ რას გრძნობს, ვინ რატო როგორ არის, მე ეს უკვე გავლილი მაქვს. ზოგადად რა იცი, რასაც გრძნობ, ამის ვერბალურად გადმოცემა რთულია, მაგიტომ ეს შენი. ეხლა უფრო მეტად გრძნობ, შეიძლება ვიდრე ხდებოდა რას ამბობ. ხო და მეც ვერ ვლაპარაკობ სიტყვებით იმას, რაც არის. აი პოსტს დადებ და დამირეკავენ ვიღაცები და აი ესე ჩაქვთიან, რაიმე აქეთ დაწყნარდით.
ჩამთვალონ არ არის პრობლემა. მე ვხედავ იმას, რომ არ უყვართ, რომ შენ აზროვნებ. ოღონდ ეს ქვეცნობიერში აქვს. ხო, გიტკნინებენ, რომ უნდა დაგაკნინო. შეიძლება ვერც აცნობიერებენ ამას და იქ მართლა გონიათ იმ მომენტში. მეუნებიან სწორედ. შეიძლება მართლა უყვარვარ თავისებურად, გონია რომ აი გადამარჩენს. რას გრძნობ ხოლმე აი დღეს. აი ამ გარე შემოტევების. აი, იცი რა, აღარ უნდა დავხარჯო ენერგია მაგ ყველაფერზე და ეს ენერგია დავხარჯო ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს მართლა უნდა ჭირდება და ესმის. როდესაც დავიწყე ჯაზის სიმღერა და ეს ჩასაფრებული აქაური ჯაზმენები, რომლებიც საშინელ კრიტიკის გარსელში გატარებდნენ და აი განადგურებდნენ, დღესაც ესე მიმდინარეობს. გაწუხებს ეგ ეხლა? არა, ეხლა საერთოდ არა, მაგრამ მაშინ თავიდან რა, ესე 95-2000 წლებში რომ ძალიან მაბულინგებდნენ და როგორ ვიმღერო ეს ჯაზი, ვისწავლე ჰარმონია, კლასიკური ჰარმონია, ჯაზური ჰარმონია და ანუ ამან გიბიძგა აზრზე არა ვარ როგორ ვიმღერო და მაკომპლექსებენ სერიოზულად. აი, ვინც მაკომპლექსებდით. ხო და მოკლედ, საინფორმაციო ველში წავედი დაუკავშირდი იმ კეთის, რომელსაც შეუძლია, რომ კარგად იმღეროს ჯაზური იმპროვიზაციები და უთხარი, მოდი ეხა შენ და მე რო გავალ სცენაზე, იმღერი, რომ მე არაფერი არ ვიცი. და დავდექი აი ესე შტერივით და თავისთავად აი ეს გავაკეთე. მე ხა ჩემი ერთი მუსიკოსი მყავს რა, ვინც მასწავლა ეს რაღაც ჯაზური ჰარმონიები. როგორ გააკეთეო ეს? შენო ერთ კვირაშიო გააკეთე ის, რასაც ნუ წლები უნდა, ნუ ძალიან მაღიარებს ის და არაფერი არ გამიკეთებია და დავიწყე ეს ზელანდის ახსნა. ეხა რაც თქვი. ნუ მიყურებს ასე ვერაფერი ვერ გაიგო, საერთოდ რას ველაპარაკებოდი და ხო, კაიო და იფიქრა რომ აუ ეს მე მგონი მაგრად უბერავსო. მაგრამ აი რეალურად მართლა ეგრე მოხდა რა. ვინც დაიჯერებს ამას დაიჯეროს და ვინცაც არ ჯერა გაგვატარებს. კი ბატონო, ხო არის რაღაცა სფეროები ადამიანის ცხოვრებაში, კარიერა, პირადი ცხოვრება, იქ სულიერი განვითარება, სპორტი და ასე შემდეგ. ანუ ამას როგორ აბალანსებ და თუ გაქვს რომელიმე უფრო დიდი დოზით, აი თუნდაც სიმღერა. არა, აი ამასაც აი ესეთი ბალანსით ვაკეთებ. აი როცა მეძახის სიმღერა უნდა ვიმღერო, სპორტიც თავის ადგილზეა, ნუ უფრო ნაკლები დოზით და აი უფრო ყველაზე მეტად სულიერი განვითარება, არა პირველი ოჯახი. ოჯახი, შვილი, მეუღლე და ჩემი ოჯახი. პირველ ადგილზე მერე სულიერი განვითარება, ჩემი ბრაზილიურად შეხუჭუჭებული კარიერა. საქართველოში კარიერა და სპორტიც და ნუ ეს არის რა ჩემი. ხო ეს მოკლედ ბალანსში ხარ ერთი სიტყვით. არ ვიცი ხო ხა თლად ბალანსში და ძალიან კარგად ესე ყველაფერი არ გამომდის, მაგრამ მე ვცდილობ და მივდივარ მაგ გზაზე ვდგავარ ესე მგონია. მაგას ხო რა ზონდა დაფუქრანო. წინა წლებზე უკეთესად ვარ თუ არა ეხლა და ესე იგი უკეთესობა ძალიან დიდი ნახტომი მოხდა ჩემ ცხოვრებაში 2020-დან. აი საშინლად დიდიცა ნახტომი. კი, მე მგონი რომ გავიარე, თუმცა ეხა ორი გავლა არსებობს, ერთი არის ინტელექტუალური, მეორე ემოციური ტკივილებით და მე ნაწილობრივ ტკივილების გარეშე არ გამოდის. ნუ ძალიან ისეთი თუ ხარ ძლიერი ენერგეტიკის ძალიან ჭკვიანი, გაივლი ინტელექტუალურად. თუმცა დღეს დგახარ სცენაზე, ცეცხლს ანთებ, საოცარ მუხტს ქმნი და ღერი არაჩვეულებრივია და ულამაზესი და ძალიან დიდი მადლობა რომ იმიტომ რომ ჩამოხვედი ჩვენს ფესტივალზე და მე კიდევ იმიტომ რომ ჩემი გადაცემის სტუმარი იყავ. ძალიან დიდი მადლობა. მეც მიხარია რომ შენ გაგიცანი მართლა ძალიან. ვიპოვე კიდე ერთი ადამიანი. ადამიანებს ვეძებ. შენ ხო იცი რატო დავდივარ ამ გადაცემაში? 20 წუთის მერე გულწრფელდება რესპონდენტი და ის სრულიად იხსნება. ხო, მეც ესე ვიყავი? ხო, თავიდან ესე იყავი და მერე მოეში. ესე ნელასიარული მიჭირს ძალიან ჭკალა დავდივარ. მეც მასე ვარ. თუ იმასთან ერთად ყანყალებ. ესე ვერ დავდივარ მე. აი ან იქეთ ვარდები, ან იქით და არ ვიცი ეს რა. ანუ სისტრაფეშია შენი ბალანსი. ხო, მე ძალიან სწრაფი ვარ, მოუთმენელი, არ შემიძლია ესა. ზოზინი, ეს შემოიდებენ თავზე ფიქრი, უცბად წკაბძგო, ყველაფერი უნდა გაკეთდეს. წამში. აი ეს არის ჩემი ვერძული ეთყობა. არ ვიცი. მე მიყვარს ვერძები. ხო, ვერძები არის. ლომების მერე ვერძები მიყვარს ყველაზე მეტად. ეგრეც არის შეფასებული.